ნახოთ რა გამოწვევა გაქვთ და რა იქნება თქვენი დახმარება. გამოწვევა, დახმარება. პირველი ვარიანტის შემთხვევაში ფიქრობ თქვენი გამოწვევა ამჟამად არის ემოციური კომფორტი, რომელსაც გრძნობთ. შეიძლება კომფორტის ზონაში ხართ და არ გინდათ რაიმეს გაკეთება, უბრალოდ კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ, რაც ამჟამად გაკმაყოფილებთ ცხოვრებაში. ამიტომ ეს ამ კომფორტის ზონის დაძლევა ვფიქრობ, რომ არ გინდათ და კმაყოფილი ხართ იმ სიტუაციაში, სადაც ახლა ხართ. ამჟამად ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამოწვევა, რომ აი ამ კომფორტის ზონიდან უნდა ამოვარდეთ, რათა უფრო მეტად განვითარდეთ და არ დარჩეთ ამ ერთ კონკრეტულ სიტუაციაში, რასაც შეიძლება უკვე მიაღწიეთ და ვეღარ ვითარდებით. რა დაგეხმარებათ? დაგეხმარებათ დაფიქრება საკუთარ თავში, გამორკვევა იმის გაგება თუ რა გსურთ, საით უნდა წახვიდეთ. საკუთარ თავში იმის აღმოჩენა, რომ რატომ გიზიდავთ ეს კომფორტი ასე ძალიან და რატომ გინდათ, რომ ერთ კონკრეტულ სიტუაციაში იყოთ და არ განვითარდეთ. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეთ და ეს დაგეხმარებათ თქვენ, რომ ჩაფიქრებულ სიტუაციაში ეს გამოწვევა მარტივად დაძლიოთ. ასე რომ ვფიქრობ, არჩევანი უნდა გააკეთოთ. არჩევანი უნდა გააკეთოთ და ეს დაგეხმარებათ. გამოწვევა მეორე ვარიანტის. მეორე ვარიანტის შემთხვევაში თქვენი გამოწვევა შეიძლება იყოს ტკივილთან დაკავშირებული თუ რაიმე ტკივილი განიცადეთ ურთიერთობებში. შეიძლება ყოფილიყო ღალატი ან ნებისმიერი სახის ტკივილი ან დაშორება, რასაც შეიძლება მოიაზრებდეს, გულნატკენი იყოთ. ეს არის ამჟამად თქვენი გამოწვევა, რომ ეს ტკივილი გადალახოთ, გამოხვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან და უფრო მეტად გაძლიერდეთ. რა დაგეხმარებათ? დაგეხმარებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება, დაგეხმარებათ თქვენი ემოციების გამოშვება ბოლომდე. უნდა შეიგრძნოთ ეს ტკივილი, არ გაიქცეთ ტკივილს და არ ჩათვალოთ ისე, რომ ვითომ არაფერი არ მომხდარა. პირიქით ამ ტკივილთან ერთად უნდა დარჩეთ და აუცილებლად უფრო მარტივად გადაიტანთ, შეგიძლიათ იტიროთ, გამოიგლოვოთ და უფრო დაგეხმარებათ ეს ემოციების გამოშვებაში. გამოწვევა მესამე. მესამე ვარიანტის გამოწვევა შეიძლება იყოს მოქმედებასთან დაკავშირებით. თქვენ გინდოდეთ რაიმე საქმეზე ენერგიის ჩადება, მოქმედება, აქტიურობა და ეს იყოს თქვენთვის გამოწვევა ახალი ნაბიჯების გადადგმა რაიმე სფეროში. ძალიან კარგი გამოწვევა გაქვთ, მოდი ვნახოთ რა დაგეხმარებათ. თქვენს გამოწვევაში დაგეხმარებათ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გამოწვევა გაქვთ ის, რომ გაქვთ რაიმე გეგმები, მიზნები, რომლის ასრულებას გსურთ, მაგრამ შეიძლება ვერაფერს ვერ აკეთებთ, ერთ ადგილას ხართ გაჩერებული. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გჭირდებათ უფრო მეტი მოქმედება, უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი სტაბილურობა, რომ არ გადაიფიქროთ, თუ რაიმე გაქვთ ჩაფიქრებული, უცებ არ გადაიფიქროთ, უნდა მიყვეთ თქვენ გზას და ეს დაგეხმარებათ ამ გამოწვევის შესრულებაში.